მშვიდობისა საქართველოს დღეს 3 ოქტომბერი უყურებთ კურიერს 8 საათზე. ერთი დღე არჩევნებამდე ოპოზიცია სხვადასხვა გზით ცდილობს საზოგადოებაში მუხტის აწევას. ოპოზიციის სქემა ქართულმა ოცნებამ გამოააშკარავა. ამჯერად საუბარია გდდ-ს ეგრეთ წოდებულ საიდუმლო გეგმაზე, რომელიც აღმოჩნდა, რომ ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელს ეკუთვნის. საუბარია პირზე, რომელიც ახლა ემიგრაციიდან აქტიურობს. გამოქვეყნდა ეგრეთ წოდებული დამრბევების სია, სადაც შეყვანილია ასაკოვანი ქალები და განსაკუთრებულ დავალებათა გარდაცვლილი თანამშრომელი. რეალურად კი ეს ცესკოს ძველი სპეცია იმ უბნებისთვის, სადაც ხმას აძლევდნენ ძალოვანი უწყებები. უმრავლესობაში ყურადღებას ოპოზიციის Facebook სტატუსზეც ამახვილებენ, სადაც ერთ-ერთ ფოტოზე საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარია და მათი მტკიცებით კარს შიდა მხრიდან დამატებითი რკინის ჩამკეტი გაუკეთდა. მომართულ გუნდში ამბობენ, რომ დამატებითი ჩამკეტი წლების წინ გაკეთდა და ის არ უკავშირდება 4 ოქტომბრის არჩევნებს. ასევე უმრავლესობაში ამბობენ, რომ მუხტის ასაწევად ოპოზიცია 2-3 წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუებსაც იყენებს. ჩვენ ხედავთ ყოველ ჯერზე არჩევნების წინ მათი მხრიდან ამ რადიკალების მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციის ცდელობას, ნებისმიერი სახით, ეს იქნება პოლიციელების დაშანტაჟება, სიების გამოქვეყნება, გეგმის წარდგენა და სხვადასხვა ასეთი პატარ-პატარა ნიუანსებით მათი მხრიდან ეს არის პირდაპირი მოწოდება ხალხისთვის, თითქოს და რაღაც ფონი უნდათ რომ შექმნან და სურათი საზოგადოებაში რომ გამოიყვანონ ხალხი. ქართული ხალხი ბრძენია და ამას მათ ასეთ სპეკულაციებზე ნამდვილად არ წამოეგება და ისევ იგივენაირად ჩაეშლება თავის მცდელობები, როგორც წინა შემთხვევებში. ოპოზიციის მიერ გავრცელებულ fake news-ებს საქართველოს პირველი კანონმდებელიც გამოეხმაურა. კონკრეტულად კი შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ეგრეთ წოდებულ დამრბევების სიაზე და აღნიშნა, რომ ეს სინამდვილეში ამორჩეულთა სპეციებია. მისივე განმარტებით ეს კამპანია ლელოს და ხაზარაძის დაკვეთითაა ორგანიზებული. ეს არის სამორჩეულთა სია, ეგრეთული სპეციები, რომელიც მათ შორის არის ხოლმე სამართალდამცავი ორგანოებისთვის ან სხვა სპეცუბნებისთვის გამოყოფილი. სავარაუდოდ რაღაც ძველი სია აქვთ აღებული და ერთმანეთში არეულია. და გასაგებია, ვისაც აქვს ამაზე წვდომა აქვს ლელოს, რომელიც ცესკოში არის და მათ მიერ დამუშავებული არის. როცა საუბარი არის განსაკუთრებით დავალებათა დეპარტამენტზე, ისევე როგორც სხვა სპეცდანიშნულების რაზმებზე, იქნება ეს უსაფრთხოების სამსახურში, ფინანსთა სამინისტროში, ეს არიან ადამიანები, აი შემდეგ კადრებში რო ხედავთ, ნარკოდანაშაულებზე, რომ შეიპყრობენ დამნაშავებს, ორგანიზებულ დანაშაულზე. ტერორიზმის მხრივ ახლახანაც რომ ითქვა ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომ გვაქვს საუკეთესო შედეგები, აი ეს ადამიანები არიან, ვინც ზრუნავს იმაზე, რომ გაუნებელყოფილი იყვნენ ყველა დამნაშავეები და შუბს უშვერენ ტყვიას ყოველ ჯერს, რომ შვიდად ეძინოს ხაზარაძესაც, შვიდად ეძინოს იმ დონორებსაც, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. და რა იყო განზრახვა, რომ ამ ადამიანების პერსონალური ინფორმაციები გაასაჯაროეს და ფაქტობრივად გახადეს სამიზნეები დამნაშავეებისთვის, კრიმინალებისთვის, ნარკო დილერებისთვის და ტერორისტებისთვის გახადეს ქართველი ჯარისკაცები, სპეცდანიშნულის რაზმის წევრები, გახადეს სამიზნეები ისინი და მათი ოჯახები. ეს არის პირდაპირ ლელოს და ხაზარაძის დაკვეთით გაკეთებული ასე ვთქვათ კამპანია არჩევნებში ჩაივლის და ეს ამას ყველა დაუმახსოვრებს ლელოს. რუსთავიორის ექსკლუზივს ეხმაურებიან მმართველ გუნდში. მათი განმარტებით გვარამია მელიას კოალიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და შედეგების გაუქმება მორიგი რევოლუციური სცენარის ნაწილია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლება ყველა უკანონო ქმედებაზე კანონის შესაბამისად მოახდენს რეაგირებას. კურიერის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კოალიცია ცვლილებებისთვის და პარტია დროას ერთ-ერთ ლიდერს გია ლემონჯავას დაგეგმილი აქვს ბრიფინგი, სადაც კონკრეტულ გეგმას გააჟღერებს თუ როგორ უნდა მოხდეს თვითმმართველობის არჩევნების შედეგების არაღიარება. მათ რომ ქონოდათ შესაძლებლობა კონკურენტუნ არიან თავისუფალ არჩევნებში შემოსულიყვნენ და გამარჯვების რაიმე იმედი ჰქონოდათ, რასაკვირველია ისინი ამას გააკეთებდნენ, მაგრამ იმიტომაც ძალიან კარგად ვიცით, რომ არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შესაბამისად ისინი იმ შედეგს, რასაც ქართული ოცნება დადებს, ამას არ აღიარებენ. ის რომ გააუქმებენ ფაქტიურად მივდივართ კიდევ ერთხელ იქითკენ, რომ რაღაცა მუქარის ტონია ამაში და ისევ რაღაც რევოლუციური სცენარივით ჟღერს ეს ყველაფერი. თუ ვინმე გადავა კანონს, შესაბამისად მიიღებს სამართლებრივ რეაგირებას.
ერთ დღეში გახდება ცნობილი მოიყვანს თუ არა ოპოზიცია დაანონსებულ გეგმას სისრულეში. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ლიდერობა საკუთარ ხელში ნაციონალურმა მოძრაობამ აიღო და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა ნამდვილი სახე გამოაჩინეს. ასევე განმარტავენ, რომ არჩევნების გარდა ხელისუფლების შეცვლის ყველა გზა არალეგიტიმურია, რასაც კანონის მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩემი აზრით არანაირი განსაკუთრებული მოლოდინი ამ თვალსაზრისით არ უნდა გქონდეს, როგორც აქამდე შეუკრებიათ ხალხი და მერე წარმატებით დაუშლიათ სხვადასხვა მექანიზმებით, ალბათ იგივე მეთოდები იქნება გამოყენებული. ქუჩაში სეირნობა და მერე სახლში დაწესვა. აღელაფერს აღარ მალავენ, სრულად მოიხსნეს ნიღბები, გახსნეს კარტი, თუ როგორც ითქმება ამ შემთხვევაში. ნაცმოძრაობა გამოვიდა წინა პლანზე. და ყველა ადამიანი, ვინც ამობდა, რომ არავითარი ნაცმოძრაობა, არავითარი სისხლიანი წარსული ჩვენთვის მიუღებელია ნაცმოძრაობის და ასე შემდეგ, თქვევართ ჩვენ აქ ნეიტრალური ადამიანები, ყველამ დაინახა რა მოხდა. ეხლა დავინახოთ აბა როგორ გაამართლებენ თავის მონაწილეობას აი ამ დანაშაულებრივ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ მიმართულ აქციაში. 4 ოქტომბერს დასრულდება სიძულვილი ძალადობა საქართველოს არეულობაში შეყვანის მცდელობა. ამის შესახებ საქართველოს პირველმა კანონმდებელმა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით თვითმმართველობის არჩევნებზე ქართველი ხალხი თავის სიტყვას იტყვის. 4-ში ნამდვილად დასრულდება ის ძალადობრივი ატმოსფერო, რომელსაც ქმნის დღეს რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები, დასრულდება ის სიძულვილი, დასრულდება ძალადობა, დასრულდება საქართველოს არეულობაში შეყვანის მცდელობა და ჩვენ სრულად უკვე ხელისუფლების ყველა შტო პრეზიდენტიდან დაწყებული და ნებისმიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დამთავრებული ყველა კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაზე. 4 ოქტომბერს გამოვა ხალხი არჩევნებში, ხო უნდა დათვლა. აი დაითვალონ რამდენი ასეულობით 1000 საქართველოს მოქალაქე გამოვა არჩევნებზე, ითქვის თავისუფლად და ითვალონ გინდათ ქართულად, გინდათ ინგლისურად, გინდათ გერმანულად. დათვალონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოვლენ დემოკრატიულად, გამოავლენ თავის ნებას და გასცემენ ყველას პასუხს, შიგნითაც და გარეთაც, გასცემენ ერთწლიანი სამარცხვინო ქცევის გამო, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდა და უცხოელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს მთაწმენდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ეკატერინე გაბაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი მოახლოებულ არჩევნებსა და მოქალაქეებისთვის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებს შეეხო. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შემაჯამებელ შეხვედრებს ვმართავთ. პრაქტიკულად ვასრულებთ საარჩევნო კამპანიას და შევხვდით მოქალაქეებს ზემელზე, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, იმ მიღწევებზე და იმ პრობლემებზე, რომელიც აქვს ჩვენ დედაქალაქს. დასკვნითი შეხვედრა გამართა დიდუბის რაიონის დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატმა მე-6 კვარტლის ამომრჩევლებთან შოთა ქემხიშვილმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. მან ხაზი გაუსვა მშვიდობიანი პოლიტიკის გაგრძელების მნიშვნელობას, რომლის გარანტიც კანდიდატის განმარტებით არის ქართული ოცნების გუნდი. შეხვედრების პერიოდში ბევრი ემოცია მივიღე, ბევრი მხარდაჭერა. ვისაუბრეთ საომავლო პროექტებთან დაკავშირებით. გავაცანით ჩვენი ხედვა და გეგმები. 4 ოქტომბერს მჯერა ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს კახიკალაძე და ჩვენი გუნდი. ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა მრგვალბაღში შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ალექსანდრე ასათიანი ვაკის მოსახლეობაში შეხვდა, მიმოიხილა არსებული გამოწვევები და ისაუბრა იმ პროექტებსა და ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს რაიონის განვითარებასა და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს სანდრო გამარჯვების, რაშიდაც დარწმუნებული ვარ. ძალიან კარგად ვიცნობ მის ოჯახს. გენეტიკურად ძალიან წარმატებული ხალხია და ეჭვი არ შემეპარება მის წარმატებაში. და კიდევ იმაში, რომ ვაკის რაიონს და ზოგადად ქალაქს
ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს. გაიმართა ერთგვარი შემაჯამებელი შეხვედრა საარჩევნო კამპანიის, რომელიც აქტიურად მიმდინარეობდა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ვისაუბრეთ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. ეს შეხვედრები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება არჩევნების შემდგომ და ჩვენ საერთო ძალისხმევით გავხდით ჩვენ უბანს და ჩვენს ქალაქს უკეთეს. სვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა. აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა პროკურორმა გიორგი ლილუაშვილმა დააყენა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. შეგახსენებთ, სვიად კუპრავა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ბრალდებით დააკავეს. მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და სვიად კუპრავას შეუფარდა პატიმრობა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ როდესაც კანონით დადგენილ ვადაში მივიღეთ აღნიშნულ განჩინებას, ჩვენ აუცილებლად გავასაჩვევთ და იმით ვიტოვეთ, რომ სასამართლო, სააპელაციო სასამართლო მაინც სამართლიანად შეაფასებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება დამხობას და ძალადობას, მსგავს მხარეს მას არ განუხორციელებია. მათ შორის წინააღმდეგობაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ მას რაიმე სახის წინააღმდეგობა არც ერთი პოლიციის თანამშრომლმა არ გაუწევია. ბრალდების ხარე მიშუამდგომლობა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე აღნიშნული დასაბუთებული იყო იმ საფრთხეებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არსებობდა, კერძოდ არსებობდა მისი მხრიდან როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მიმალვის და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელი შეშლის საფრთხეები. ვიდეო, რაც ბრალდებულის მიერ იქნა ატვირთული სოციალურ ქსელში, ნახა არაერთმა ადამიანმა ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ დასტურდება მისი მხრიდან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტი. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სოფელ სადმელში საღმრძლო დაწესებულება 50 ბავშვზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში აშენდა და გარემო და ახალი შენობა გაკეთდა კეთილმოწყობილი გარე სივრცე, რეკრეაციული ზონებით და სათამაშო მოედნით. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელში 51 ბავშვი გათვლილი საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. სამუშაოები შეასრულა მუნიციპალური განვითარების ფონდმა. აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ერთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ ნიკორწმინდაში, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭრებალოში და სულ ახლახანს დასრულდა ქალაქ ამბროლაურის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის.